მერის ეს გადაწყვეტილება უნარობა და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მერს თანამდებობას დააკარგვინებს. ეს განცხადება გორის კულტურის ცენტრის ახლა უკვე ყოფილ დირექტორს ეკუთვნის. ალექსანდრე ვალიაურმა განცხადება დღეს დილით გააკეთა. როგორც ის განმარტავს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება უსამართლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან მისი პიროვნება და საქმიანობა შიდა ქართლის გუბერნატორს არ მოსწონდა და სწორედ რუსიშვილის ბრძანებით მოაწერა ხელი ქალაქის მერმა მის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას. ალექსანდრე ვალიაური ჯირკველიშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. შეგახსენებთ, ვალიაური თანამდებობიდან 19 ოქტომბერს მერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ჯირკველიშვილი აღნიშნულის მიზეზად ვალიაურის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებს. ვალიაურის შემცვლელად მერმა ვოვა შუღლიაშვილი გუშინ დანიშნა. მე უნდობლობას უცხადებ კონკრეტულ დასკვნას, განთავისუფლების ბრძანებას, ამას მოყვება ადეკვატური ქმედებები ჩემი მხრიდან. მე ვპირდები მერს, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც მის კარიერას დაასრულებს, მე ვარ ის ადამიანი, ვინც მის კარიერას დაასრულებს და ამისათვის გამოვიყენებ იმ მრავალათასიან ადამიანს, რომელიც ჩემს საქმიანობას იცნობს და რომელსაც უყვარს ჩემი საქმიანობა და მოსწონს და იციან ის, რომ მე რაიმე კონკრეტულ დარღვევებთან არასოდეს მქონია კავშირი და არც არანაირი ინტერესი და მე მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის უკან როგორც ჩანს, იდგა გუბერნატორი ბატონი ზურაბ რუსიშვილი, რომელმაც პირდაპირ ზემოქმედება ზეწოლა მოახდინა მერზე, რომელსაც 7%-იანი მერის თანამშრომლების გარდა არავინ არ იცნობს, მოახდინა ზეწოლა, აიძულა რომ მოეწერა ხელი სრულიად უკანონო განთავისუფლების ბრძანებისათვის. ეს ფაქტები აუცილებლად იქნება წარდგენილი სასამართლოზე და აუცილებლად დადასტურდება ის, რომ ამ პროცესში ორივე კონკრეტულმა პიროვნებამ ჩაიდინეს ჩემს წინააღმდეგ უსამართლო, უსაბრძოლო ქმედება.